მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ვრცელდება სკანდალური ჩანაწერი თუ როგორ საუბრობს ამერიკის ამჟამინდელი ომის მინისტრი დაახლოებით 2018 წელს თუ როგორ უნდა აშენდეს სოლომონის მესამე ტაძარი, სადაც ქრისტიანული რწმენითა და ქრისტიანული ესქატოლოგიით უნდა გამეფთეს წარწმენდის ძე, ანუ ანტიქრისტე. საუბარი მაქვს ამჟამად ეხა ალაქსას მეჩეთის ადგილზე უნდა დაინგრეს ეგ ადგილი და შემდგომ ის რანგრევებზე უნდა აღიმართოს აი ეს ტაძარი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ. მეგობრებო, ეს არის ძალიან სკანდალური ჩანაწერი, ამიტომ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, გადააზიარეთ მაქსიმალურად და ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც შეერთებული შტატები ამჟამად ომობს და ამჟამად არის შართული ის ძალები, რომლებსაც უნდათ რომ აი ეს პროცესები დაიწყოს. მოდი მეგობრებო, ახლა ჩაგირთავთ ვიდეოს, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და შეგიძლიათ დონაციაც გააკეთოთ და არხს განვითარებაში დაეხმაროთ, რომელიც აღწერაშია მითითებული. მოდი მოусმინოთ ახლა ამ ჩანაწერს. And I and others had a chance to go see the western wall of the Temple Mount, the western wall tunnels, so much of the old city. And as you stand there, you can't help but behold the miracle before you. ან ჯერ საუბრობს თუ იერუსალიმში არსებულ ამ კედელზე, დასავლეთ კედელზე, რომელსაც ეამბორებიან ამერიკის პრეზიდენტები და ახლა იწყებს თავარ საუბარს. And it got me thinking about another miracle that I hope all of you don't see too far away. Because 1917 was a miracle. 1917 წელი სოფლიო სიონიზმის დაარსების ერთ-ერთი მთავარი თარიღი. 1948 was a 48 miracle. წელს ისრაელი დაარსდა, ეხლა გიხსნით რას ნიშნავს ეს წლები. 1967 2017 წელი, როდესაც დედაქალაქი იერუსალიმში გადავიდა. was a miracle. 2017, the declaration of Jerusalem as the capital was a miracle. And there's no reason why the miracle და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ტაძრის აღდგენის სასწაული of the reestablishment of the temple on the Temple Mount შეუძლებელი იყოს. არა, ხო გესმით, ეხლაც მე შეთქმულების თეორიებით ვლაპარაკობ ხალხო? ეპშტეინის ფაილებზე ვამბობდი, ყველაფერს წლობის წინ დამცინოდნენ რეების გჯერაო სიმართლე აღმოჩნდა. ვამბობდი ეს ომი ისრაელისა და სხვადასხვა არაბულ ქვეყნებს შორის დაიწყებოდა, რეების გჯერაო დაიწყეს ომები. აგერ ფაქტს გიდევთ, ამერიკის ომის მინისტრი, ანუ ვინმე სხვა ტიპი კი არ არის, ბლოგერი კი არ არის ბიჭო. ომის მინისტრი ლაპარაკობს, ტაძარი როგორ უნდა აშენდეს იქ ხელახლაო. ამის მერეც კიდე მეზღაპრე ვარ? აი ამის მერეც ღაპრებს ყვები ძმაო? რა ვიცი. not possible. აჰა, აი. ეს არის King David-ის იერუსალიმის საბჭო. რა მოძრაობთ ამათ ეხა? იცით, გასაგებია უკვე? უსმინოთ. I don't know how it would happen. You don't know how it would happen, but I know that it could happen. მე არ ვიცი როგორ მოხდება, მაგრამ შეიძლება მოხდეს. და ამ პროცესში ერთი ნაბიჯი არის იმის აღიარება, რომ ფაქტები და აქტივობები ადგილზე ნამდვილად მნიშვნელოვანია. ნახეთ, ანუ რას ნიშნავს ფაქტები და აქტივობები? მე ერთ-ერთ იუდეველ რაბინს უსმენდი, როგორ საუბრობდა პოტენციურად როგორ შეიძლება რაკეტა მოხდეს ვითომ ირანიდან გაგზავნილი ალაქსას მეჩეთს და მე ეს იყოს მიზეზი იმის, აგერ მეჩეთს დარტყეს, დაინგრა, დაიწვა და მოდი ახლა ეს კი აღარ ავაშენოთ. მაინც ჩვენია უკვე ყველაფერი. მოდი ბარემ ტაძარი ავაშენოთ მესამე. ანუ თქვენ ხვდებით რასთან გვაქვს ხალხო საქმე? პირდაპირ გელაპარაკებათ, ბიჭო, პირდაპირ. არც გიმალავთ ამ ყველაფერს. And a step in that process, a step in every process is the recognition that facts and activities on the ground truly matter. And that's და ამიტომაც მივიდივარ და ვსტუმრობ იუდეას და სამარიას იმის გაგება, რომ სუვერენიტეტი თავად ისრაელის მიწის by სუვერენიტეტია. going and visiting Judea and Samaria, understanding that sovereignty, the very sovereignty of Israeli soil, Israeli cities, locations, is a critical next step to showing the world that this is the land for Jews and the land of Israel. And I believe, as was mentioned, he said you need to, what was mentioned is you need to buy the ticket. ნუოცნევოთ 40 წლის განმავლობაში ლატარიის მოსაგებაზე იყიდეთ ბილეთი. Don't just wish for 40 years to win the lottery. ვაშინგტონში თქვენი მხარდაჭერის გათვალისწინებით მინდა წარმოიდგინოთ თქვენი მხარდაჭერა პატრიოტ ამერიკელებს შორის, რომელ ამერიკელებსა მელაპარაკები იკეხოცებ. დღეს ამერიკელებს არ ეკუთვნით. ამერიკას ამერიკელები არ მართავენ. ამერიკა არის ერთი დიდი კორპორაცია, რომელსაც მართავენ ის ხალხი, ვინც უნდა აშენონ
აი ეგ ტაძარი. აი ეს არის თვალნათელი. ამერიკის ომის მინისტრი პატრიოტული გრძნობებით საუბრობს სხვა ქვეყანაზე, როდესაც აბსოლუტურად სხვა ქვეყანას წარმოადგენს. აბა ეხა ეს ადამიანი ამერიკელია? არ არის. Buy the ticket. I would submit to you, in light of the support you have in Washington, D.C., the support you have amongst patriotic Americans, amongst evangelical Christians, amongst believers, amongst Republicans, even amongst some Democrats who can barely say it anymore in Washington, buy the იყიდეთ ბილეთი იმოქმედეთ, გააკეთეთ ის საჭიროა იქ ისრაელში. take your action. Do what needs to be done here in Israel, because I truly believe this. ნახე, რადგანაც მე მჯერა რომ ეს მომენტი, როდესაც ამერიკა თქვენს ზუგს გიმაგრებთ. ტიპმა სიყვარული ანთხია, ბიჭო. აი ესეთი სიყვარულით რამე უყვარს ამერიკას, როგორც ისრაელი. ანუ ესეთი სიყვარული ამერიკას კი არ უყვარს, ამერიკას მართავენ ეგენი, ვისაც ისრაელი უყვარს. ამერიკას საერთოდ ამერიკელების არ არის. ამერიკა არის ოკუპირებული საკუთარ ქვეყანაზე. აი ხო არის ეგეთი მომენტი, რომ ჩვენი ქვეყნის 30% რუსების მიერ არის ოკუპირებული, მთელი ქვეყნის 100% არის სიონისტების მიერ ოკუპირებული ამერიკაში. ანუ ამაზე კითხვა კიდევ ვინმეს უჩნდება დედამიწაზე. ეს თეორია ვაფშე საერთოდ არ ვიცი, ბრმა უნდა იყო ადამიანი, კიდე თეორია გეკონოს. This is a moment where America will have your back. თქვენ ყავთ დონალდ ტრამპი თეთრსახში, თქვენ ყავთ მაიკ პენსი ვიცე-პრეზიდენტი, თქვენ ყავთ ნიკი პეილი გაეროში, ისრაელსა და ამერიკის ნამდვილი მორწმუნე. რაო? Have your back. მეგობრებო, აი ხა ხო გაიგეთ თავენი პირით, რაზე იყო აი ეს საუბარი. აი საუბარი მაქვს აი ამ ტაძარზე. ვინც არიცით, მოდი კიდევ ერთ მცირე პატარა ისტორიულ ექსკურსიაში აგიტარებთ. ეს არის ტაძარი, რომელიც იყო ებრაელებისთვის უწმინდესი ადგილი. აშენდა მეფე სოლომონის დროს. შემდგომ განადგურდა და დაინგრა, როდესაც ნაბუქოდონოსორის მიერ ებრაელების გადასახლება მოხდა. შემდგომ როდესაც ებრაელები დაბრუნდნენ ამ მიწაზე, ხელმეორედ მოხდა ამ ყველაფრის აშენება. ჰეროდეს დროს უფრო დიდი გახდა, მაგრამ როდესაც იუდეასა და სამარიაში სამოქალაქო დაპირისპირებები და აჯანყებები დაიწყო, რომაელებმა ეს ტაძარი მეორედ გაანადგურეს. საუბარი მაქვს სოლომონის უკვე მომავალში მესამე ტაძარზე, რომელიც უნდა აშენდეს ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ამ წუთას იმყოფება ალაქსას მეჩეთი, რომელიც არის მუსლიმებისთვის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი მსოფლიოში. აი მოდი განახოთ აი ეს მეორე ძალიან მშვენიერი რა, ჩვენ გვწერა ჩვენთვის მშვენიერი იყოს, მაგრამ მშვენიერი ილუსტრაცია იმის თუ რას ნიშნავს ქრისტიანებისთვის ამ ტაძრის აშენება. ამას ვამბობ ყოველგვარი გადამეტების გარეშე, იმიტომ რომ ქრისტიანული ესქატოლოგიით წარწმენდისზე უნდა დაჯდეს სწორედ იმ ტაძარში, რომელიც ითვლებოდა მათთვის ყველაზე წმინდა, ანუ მეშიახი, სადაც უნდა მოვიდეს მათი წმენით. ქრისტე ამაზე გასაგებად საუბრობს. მე ვერ მიცანით თქვენ, მაგრამ ვინც შემდგომ მოვა, მას თქვენ იცნობთ და მას აღიარებთ როგორც მეფს. დაჯდება, როგორც მეორე თესალონიკთა წერილში წერია, დაჯდება მეფის სავარძელზე, ანუ ღვთის სამართლზე, რომელიც ითვლება, რომ ეს იქნება სოლომონის ტაძარი და საკუთარ თავს ღმერთად გამოაცხადებს. ამაზე გვაძლევს გამოცხადება მინიშნებებს მეორე თესალონიკთა წერილი, მათეს სახარება, ასევე ძველი აღთქმის დანიელ წინასწარმეტყველება მათ შორის. მაგალითად იმაზე, რომ 3 წელი იქნება მისი მეფობა დედამიწაზე, რომ ის იქნება შეპყრობილი ყველანაირი ადამიანური და ეშმაკისეული ყველანაირი მანქანით, რაც კი აქამდე არსებულა, მასში გაერთიანებული იქნება ყველანაირი ბოროტება, რასაც ოდეს მეუღარსებია. ის მოვა სიკეთის სახელით, რომელიც ადამიანებს დაჩიპაოს ხელსა და მარჯვენა ხელსა და შუბლზე, ეს კიდევ იოანეს უწერია. ანუ ახეთ აი რა არის საუბარი, იცი? მე ხო ვარ ქრისტიანი მართლმადიდებელი მორწმუნე. ბევრი რამეა, რაც მე არ ვიცი კიდევ. ხო, იმის დამხმარე ბევრ რამეს ვსწავლობ. აი რისით თქმაც clearly ეს რომ თქვა და პირდაპირ ყოველგვარი გადამეტების გარეშე ჩვენ შეგვიძლია ის არის რომ ანტიქრისტე, რომელიც უნდა დაჯდეს ამ ტაძარში, იქნება სწორედ მაგ ხალხის მეშიახი, ანუ ქრისტე მათ ვერ იცნეს, ხოლო ანტიქრისტეს იცნობენ, რადგან ანტიქრისტეს მიზნები იქნება მიწიერი, თორე ქრისტე ხო ამბობს, რომ ჩემი მეუფება არ არის ამ ქვეყნებში, ხო ამას გასაგებად ამას, ოდესაც იორდანის სანაპიროს გადაკვეთავს. და იქ ხალხი დახვდება 20,000-ზე მეტი და ეტყვიან, რომ გაგვიძახი და გახდი ისრაელის მეფეო და ეტყვის, რომ ჩემი მეფობა მიწიერი არ არისო, ჩემი მეფობა არის ზეციერი. და სწორედ ამიტომ ხო გადაკვეთავს მე ხელახ და მე პეტრე რო კითხავს, რომ ვინ ხარ შენო? და შენ ვინ გონია რომ მე ვარო? შენ ხარ ღვთისეო.
რა კი ხარ შენ პირველი მირწმუნე, იმიტომ რომ პეტრე იქნება პირველი, ვინც ქრისტეს ღმერთობას დაინახავს, ხო? რომ ქრისტე იყო ღმერთი. ამიტომაც ჩვენზე დავარსებ ეკლესიას, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერცხლებენო. ამას პეტრეს რწმენაზე ხო არსებს ამ ეკლესიას. ანუ ერთობასა და იმას. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ანტიქრისტეს მეფობა თუ ვინმეს თქვენ ამაზე ეჭვია, ოდესმე გეპარებოდათ და ამაზე თქვენ არანაირი ის ქონათ, ამ ზღაპრებს მე რომ წლობის განმავლობაში მე ამაზე არაერთი ვიდეო მაქვს გადაღებული. ნასაუბრები მაქვს ამაზე ღიად არაერთხელ. რადგანაც ბოროტების ამოცნობა და მასთან დაპირისპირება ქრისტიანის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. არაფრის არ უნდა შეგეშინდეს, მე არაფრის არ მეშინია საერთოდ. აქედან გამომდინარე, ჩემო მეგობრებო, ვისაც თუ რამე ეჭვი გეპარებოდათ, აგერ შეერთებული შტატების ომის მინისტრი პირდაპირ საუბრობს, ტაძარი უნდა აშენდეს. ტაძარს რა საკრალური დანიშნულება აქვს? აი მას მერე გავიგებთ, როდესაც ეს ყველაფერი მოხდება. ჩვენ კი ვიცით ახლა, მაგრამ თვითონ გაიგებენ, ვის აბრუნებენ, ვისი მოსვლა უნდა დედამიწაზე, ვის უმზადებენ ახლა იმ მიწებს, ვის გამო იპყრობენ, რის გამო ახლო აღმოსავლეთში ესომები. რადგანაც მას უნდა ხვდეს წილად მეფობა დედამიწაზე და მან უნდა იმეფოს ამ ქვეყანას და ის უნდა გახდეს ამ ქვეყნიერების მეუფე. ამიტომ იცით რა არის ხალხო, რომ ახლა კი არის საუბარი ებრაელთა მიმართ ეპისტოლია ეს, როგორ რამდენადაც მე მახსოვს, რომ ბოლო ჟამს გამოფხიზლდება ეგ ხალხი. და არაერთ წმინდა მამასაც აქვს ნათქვამი, რომ ბოლო ჟამს ბევრი ამჟამინდელი სიონისტი იუდეველი ვინც არის, მიიღებს ქრისტეს. ეს წინასწარმეტყველებში წერია. ბიბლიაში ვერ დაბეწერია, რომ მთელი ისრაელი ცხონდებაო, მაგრამ ეს ისრაელი იუდეველებზე კი არაა საუბარი, ნამდვილ ისრაელიანებზე, ვინც ქრისტეს მიიღებს და ქრისტე გაიმარჯვებს მათში, რადგანაც ერთ დროს ეგ ხალხი ღვთისმრჩეულიერი იყო. აი სწორედ აი აქ მოხდება ძალიან საინტერესო მომენტი, რომ თვითონ აი ეს ხალხი, ვინებიც იდეაში ხელი შეუწყეს ანტიქრისტეს მოსვლას, თვითონ დაუპირისპირდებიან მას. და ეს მოხდება გვიან. ამაზე წინასწარმეტყველება არსებობს. ილია და ენოქის ხო უნდა დაუპირისპირდნენ, ესეც ხო წერია, რომ მათ შორის უნდა გაიმართოს ეს ბრძოლა. არმაგედონის ბრძოლაზეც ხო არის საუბარი. რატო ეუნებოდა ტრამპი საკუთარ ჯარისკაცებს, რომ ეს არმაგედონის ბრძოლა არისო? რატო ეუნებოდა თავი ამერიკელებს ახლა? თვითონ ამერიკელებმა თქვეს ეს კუვეითში მიცემულ ინტერვიუში. იმიტომ რომ მათ უნდათ ახალი მიწები, ამ მიწებს უმზადებენ. წარწმენდის ეს ბოროტებას, ეშმაკის უმაღლეს განსახიერებას, ვინც კი ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში ყოფილა. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, ვინ უნდა მოვიდეს ხალხო. თქვენ წარმოდგენა ერთი წამითაც ვერ ფიქრთ, თქვენ ის ვინმე კლასიკური დონის დიქტატორი ხო არ გონიათ, ან უბრალოდ მკვლელი. მასში გაერთიანებული იქნება ყველანაირი ადამიანური ჭკვიანობა, ყველანაირი ადამიანური манипуляცია, ყველანაირი ადამიანური ვერაგობა. უმაღლეს ხარისხში ჭკვიანი ბოროტება თქვენ არ იცით რა უბედურება არის ამ ქვეყანაზე. რჩეულნით შეცდებიანო ბიბლია გონება, რჩეული ვიღაცა ის კი ურწმუნო კი არ შეცდებაო. რჩეულით შეცდება ანტიქრისტეს ამოცნობაში. ამიტომ ხალხო ყურადღება გმართებს. მე თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ თქვენთვის ეს ვიდეო მენახებინა, იმიტომ რომ ეს რამოდენიმე დღის წინ გავვრცელა სოციალურ ქსელებში. რატომღაც ბევრ ადამიანს არ ქონა ნანახი და გადავწყვეტ, რომ ყველას გენახათ. ეს არის 2018 წლის გამოსვლა, სადაც ომის მინისტრი საუბრობს ანტიქრისტეს, ანუ სოლომონის, ყოფილი სოლომონის დააწუყვე ანტიქრისტეს ტაძრის მშენებლობაზე სრულ მზადყოფნას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს დადგავენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მას რაკეტა მოხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ესე მოხდება, როგორც წინასწარმეტყველებაში და იტყვიან, რომ ეხლა დაიგნა ალაქსა და მოდი ავაშინოთ ეხლა სოლომონის ტაძარი, სადაც გამეფებენ მას. აი ესეთი მსოფლიო არის. აი ეს ნიშნავს, რომ ალთა მიმართ ეპისტოლეში რაც წერია, რომ მთელი ქვეყანიერება ბოროტებაში წევს. ანუ ნუ მოусმეთ მათ ტკბილად მოსაუბრე ენებს. ნუ გაებმევით იმ მახეში, რომ ვიღაცა რო ტკბილად გესაუბრებათ, რომ მათ თქვენ ადარდებთ რეალურად, არავის არ ადარდებთ საერთოდ. ამერიკა არის ერთი დიდი კორპორაცია. ერთი დიდი კორპორაცია, რომელსაც ამერიკელები არ მართავენ. დანარჩენი მოდი თქვენთვის მომიდია დასკვნები. აი ძალიან მშვიდად და ანკად ვერსია გავაკეთე ამ ყველაფრის. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? და ასევე არ დაგავიწყეთ და არხის დალაიქება. თუ გინდა დონაციაც გააკეთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. ქრისტე უპირველეს ყოვლისა, საქართველოს უპირველეს ყოვლისა და ჩვენ ვალდებულები ვართ ბოროტება ყოველთვის ამხილოთ. მე ვალდებული ვარ ამის, იმიტომ რომ ესეთი დამოკიდებულება მაქვს ღმერთისადმი. დროებით.